მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. გაგრძელდება თუ არა ადიგენის მერიასა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია იმედს შორის თანამშრომლობა. ჩვენი რედაქციის ნამკითხვაზე ადიგენის მერი გვპასუხობს. მომსახურებას ის აღარ გვიწევს და თანხასაც აღარ ურიცხავთ. ადიგენის მერიასა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია იმედს შორის ხელშეკრულება 5 იანვარს 7500 ლარზე გაფორმდა. მერიამ მაუწყებელს მხოლოდ იანვრის თვეში გათვალისწინებული 625 ლარი ჩაურიცხა, ხოლო მას შემდეგ რაც ტელეკომპანია დაასანქცირეს, მერიას ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება აღარ შეუსრულებია და როგორც მერი გოჩა ქიმაძე ამბობს, აღარც იმედი უწევს მომსახურებას. სხვადასხვა შეფასებით პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული და რუსული ნარატივების გამტარებელი ორი მედია, იმედი და პოსტივი დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა. ჩვენ იმედთან დაკავშირებით რახან დასანქცირება მოხდა ამის ვართ გარკვევაში და მუშაობთ რა ხერხით შეიძლება ხელშეკრულების შეწყვეტა თუ გაგრძელება და რაც შეეხება მომსახურებას ის აღარ გვიწევს ჩვენ და ბუნებრივია თანხასაც აღარ ურიცხავთ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში საავტომობილო გზები დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა. გთავაზობთ სიუჟეტს. ეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭელაა. ეს კი შიდა საავტომობილო გზებია, რომლებიც დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც კადრებში ხედავთ, გზებზე გაჩენილია ორმოულები. წვიმის დროს წყალი გუბდება, გზა ტალახდება და გადაადგილების პრობლემას ქმნის. ადიგენის მერის გოჩა ქიმაძის თქმით, სოფელ ჭელაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ორი მონაკვეთი მეწყრის შედეგად დაზიანდა. მისივე თქმით, გასულ წელს ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყრის შესაკავებელი კედელი უკვე მოეწყო. რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მერის განმარტებით, აღნიშნულ ადგილზე ასფალტის საფარი მოხსნეს, რადგან სპეციალისტების რეკომენდაციით გზის დაგება მანამ არ არის მიზანშეწონილი, სანამ დამცავი კედელი არ აშენდება. ამ ეტაპზე, როგორც გოჩა ქიმაძე ამბობს, ორივე ტერიტორია ეტაპობრივად იხრიშება. როდის დაიწყება და დასრულდება დამცავი კედლის მოწყობა, მერი ვერ აკონკრეტებს. ეს არის მეწყრული ადგილი. და ჩვენ გასულ წელს გავაკეთეთ იქ 9 მილიონზე მეტი დავხარჯეთ, ეს მეწყრული შეგვეჩერებია კედელი ავაშენეთ და ბუნებრივი არის იქ ეს გზა არის დაზიანებული. ის დაზიანებული გზა დაზიანდა ამ შემთხვევაში უბრალოდ ის აღვადგინეთ, მაგრამ სანამ მანდამდის მივალთ უფრო ადრე გზაზე შეგვწევოდა მონაკვეთი, სადაც ასფალტი არ არის დაგებული. ესეც არის მეწყრული ასფალტი ავიღეთ ჩვენ მაიდან რომ შეუძლებელი იყო გავლა და პერიოდულად ვხრეშავთ. მათ არ რეკომენდირებული არ არის დაიგოს ასფალტი სანამ სამაგრი კედლები არ გაკეთდება. რაც შეეხება შიდა გზებს, გოჩა ქიმაძის თქმით, გასულ წელს სოფელში გზების ნაწილი უკვე მოაწესრიგეს, რისთვისაც 300,000 ლარი დაიხარჯა. თუმცა წელს მისი განმარტებით გზების რეაბილიტაციის ნაცვლად ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტად სპორტული მოედნის მოწყობა დაასახელა. შიდა გზები ძალიან ცოტაა დარჩენილი სხვათა შორის, ძალიან ცოტა. ჩვენ შარშან და 300,000 დავხარჯეთ მაგ სოფელში შიდა საავტომობილო გზა გავაკეთეთ. ეს იყო ხალხის მოთხოვნა. ჩვენ არც ერთ პროექტს არ ვახორციელებთ ხალხთან შეთანხმების გარეშე. ჩვენ მივდივართ შემოდგომით, სანამ ბიუჯეტს დავამტკიცებთ, ხალხს ხვდებით და ვეკითხებით რა არის მათთვის პრიორიტეტი თუ რისი გაკეთება სურთ. წელს ხალხმა შემოდგომით აირჩია, უბრალოდ გასულ წელს შემოდგომით აირჩია მინი სტადიონის მოწყობა. და ამ სოფელში, კერძოდ სოფელ ჭელაში ჩვენ წელს ავაშენებთ მინი სტადიონს. ტენდერი გამოცხადებულია, კონტრაქტორი გამოვლენილია და შესაბამისი პირობები როგორც კი იქნება, უკვე დავიწყებთ შენებლობა. შიდა გზების რეაბილიტაცია ვერც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტთა პრიორიტეტებში მოექცა. გოჩა ქიმაძის თქმით, წელს ჭელას მოსახლეობამ სასმელი წყლის რეაბილიტაცია ითხოვა, რომლისთვისაც ჯამში 20,000 ლარის დახარჯვა იგეგმება. IT სკოლა ფოთელი ახალგაზრდებისთვის
გრძელდება, მეორე ნაკადზე მიღება უკვე დაიწყო. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა და APM ტერმინალს ფოთიმ უკვე წარმატებით დაასრულეს პირველი ნაკადი და აგრძელებენ სასწავლო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ფოთის 15-დან 25 წლის ახალგაზრდებში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული კრეატიულობის პრაქტიკული უნარების განვითარებას. 3 თვის განმავლობაში კურსის მონაწილეები უფასოდ შეისწავლიან საბაზისო პროგრამირებას, კიბერუსაფრთხოების საფუძვლებს, გრაფიკულ დიზაინს, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარებს. სწავლება დაიწყება აპრილის მეორე ნახევარში და განხორციელდება ჰიბრიდული ფორმატით. თითოეული სასწავლო მოდული მოიცავს 20 საათს პირისპირ სწავლებას და 9 საათს ონლაინ რეჟიმში. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს Talk to Regions. თავისუფლად შემიძლია თქვა, რომ აქ რომ მოვედი, უფრო ბევრი შევიძინე. არც ვიცოდი, რომ ამდენი პროგრამა იყო, სადაც პროგრამირების დაწერა შეგეძლო. ზოგადად ბავშვობიდან მოცებობდი ამაზე და მაგიტომ ამალოთი დიდი ყურადღება გამოიწვია ჩემში. რაც შეეხება მედახატიას პროექტს, ამ პროექტზე სამი ბავშვი მუშაობდით. ავაწყოთ Facebook გვერდი და ასევე ვებსაიტი და გავაკეთეთ ამ ყველაფერზე პრეზენტაცია, რომელიც დღეს ჩვენს თანაკურსელებს წარვუდგინეთ. ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა მისწავლა, როგორ უნდა მოვახდინო ფოტოების გენერაცია, ვიდეოების გენერაცია, როგორ შევქმნა ვებსაიტი. ეს უნარები შეიძლება გამომადგეს დასაქმების მხრივ. არის ძალიან ბევრი ისეთი კომპანია, რომელსაც უნდა სოციალური მედიის მართვა გამართული კონდეს. ასევე თავიანთი პროდუქტი უფრო კარგად წარმოაჩინონ. და ვფიქრობ, ამ მხრივ უფრო კარგად გამომადგება. მით უმეტეს ეს ფოტოების გენერაცია ვფიქრობ ძალიან კარგად გამომდის და ძალიან ისეთი გახარებული ვარ და თავდაჯერებული ამ მხრივ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Talk to Regions. გმადლობთ რომ გვიყურებთ. დროებით.